თვალის პრობლემა რომ მქონდა, იყო რამოდენიმე შემთხვევა, რომ ბავშვები დამცინდნენ ხოლმე და რაღაც და ამაში ამ ყველაფერში ჩემ თავში ჩავიკეტე და ხესასმელი მეცო გახეული. და არ მქონდა იმის შესაძლებლობა რომ მეყიდა. და მამა ჩემი რო სახლში არ ყოფილა, ეს ფეხსაცმელი ჩემი ხელით მე თვითონ გამიკერია, რომ სკოლაში წავსულიყავი. და რო წამოვედით, ეკითხებოდი დედაჩემს, რომ მეთქი ეს კინო რა არის თან. მაშინ როდესაც შენ გაიგე უკვე რომ ფილმში გადაგიღებდნენ, ვერ მიხვდი საერთოდ რაზე იყო ლაპარაკი და არ ვიცოდი, ანუ რატო ვაკეთებდი, რისთვის ვაკეთებდი, რაში ჭირდებოდა და არ ვიცოდი, იმდენად მიყვარს ეს პროფესია, რომ საუბრობ ძალიან მენატრება ერთი სიტყვით, რო თქვა, აი ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება და მოდი ექსკლუზივი გავაკეთებ ჩემთან, რომ რაღაცა კარგი მოხდეს, თუნდაც კარიერის მხრივ და პირველი შენ გაიგო. აუ რა მაგარი იქნება. ხო, იმედია მოხდება რაღაცა, ხო, არ ვიცი, აი დღევანდელი ჩემი გადაცემის წარმოდგენია Bosch-ის ოფიციალური ონლაინ მაღაზია საქართველოში Bosch Tools G. ხარისხი, რომელსაც ენდობით. შეიძინეთ Bosch-ის ორიგინალი პროფესიონალური ელექტროხელსაწყოები პირდაპირ მწარმოებლისგან. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს, ეს არის ბიჭი ძალიან ცნობილი კინოფილმიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანს ძალიან კარგად გახსოვთ. სიჩუმით ნათქვამი საოცარი ისტორია. ამ ფილმში არის ერთი განსაკუთრებული ცეკვის კადრი არის, რომელიც პირადად მე რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, ყოველთვის თანაბრად მძაფრი ემოცია მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენთაგანი უკვე მიხვდით რა ფილმზე არის საუბარი და ვინ იქნება ჩემი დღევანდელი სტუმარი, თუმცა აქვე სანამ დავკონკრეტდები, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანმა ცხოვრების გარკვეული ეტაპი გზა გაიარა და კიდევ ძალიან ბევრი აქვს გასავლელი. იმ გზაზე, რომელიც მან უკვე გაიარა, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი დაუგროვდა მოსაყოლი ჩვენთვის და მიხარია, რომ ის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია. ბიჭი გაღმა ნაპირიდან. თედო ბექაურია დღეს ჩემთან ერთად და მადლობა თედო ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩემთან ერთად. მოგესალმებით აიდან, მივესალმები შენს მაყურებლებს დიდი სიყვარულით. წარმატებას გისურვებ პირველ რიგში. დიდი მადლობა. ჩემს გადაცემაში რესპონდენტებს ყოველთვის ვთხოვ ხოლმე, რომ საკუთარი ამბების მოყოლა დაიწყონ სულ თავიდან, ბავშვობიდან. და ამ შემთხვევაში, თუ კი ვინმეს ბავშვობა მაინტერესებს, ალბათ ერთ-ერთი შენ ხარ, იმიტომ რომ თან ოღონდ მაინტერესებს შენი ბავშვობა ფილმამდე. კი ბატონო. ანუ კიდევ უფრო პატარა ასაკში. მაინტერესებს სად დაიბადე, გაიზარდე, როგორი ბავშვობა გქონდა, შენს ოჯახზე, მშობლებზე მომიყევი იმ წრეზე და გარემოზე, სადაც იზრდებოდი. ოღონდ ფილმამდე პერიოდს გეუბნები. სოფელში გავიზარდე. არ მქონდა ახლა ესეთი ბავშვობა, წლებიც ისეთი იყო რთულად გადასატანია 90-იანი წლები ახალი დამთავრებული იყო მე რო დავიბადე და ეს ომის პერიოდი, გაჭირვების პერიოდი შესაბამისად როგორც მე ისევე ყველას ეხებოდა. ვიზრდებოდით ბავშვები ერთმანეთის გატანაში, ერთმანეთის სიყვარულით, ასე სარდიდნენ ჩვენი მშობლები. მე ეტაპობრივად სკოლის პერიოდი, უფრო მეტი მეგობარი, მაგრამ მე უფრო ნაკლები მეგობარი მყავდა ვიდრე სხვას, იმიტომ რომ რატომღაც ჩემს თავში ჩაკეტილი ვიყავი და მხოლოდ იმასთან ერთად მეგობროდი, იმათთან მეგობროდი, ვინც ჩემთან ახლოს იყო და ჩემი მეზობელი იყო. სხვასთან ნაკლებად კონტაქტი მქონდა, იმიტომ რომ ცოტა სხვა პრობლემები მქონდა მე. არა ის პრობლემა, რომ რაღაც მიჭირდა, არამედ თვალის პრობლემა რომ მქონდა, იყო რამოდენიმე შემთხვევა, რომ ბავშვები დამცინდნენ ხოლმე და რაღაც და ამაში ამ ყველაფერში ჩემ თავში ჩავიკეტე და ვინცთანაც კარგად ვიყავი და ბავშვობიდან იმასაკიდან უკვე რომ გაცნობის ასაკი იყო და ვინც ცნდა ეს ჩემი პრობლემა რა წინდა და რა მწკიო და იმათთან უფრო მეტად დროს ვატარებდი ვიდრე სხვა ბავშვებთან, ანუ სხვა ბავშვებთან კონტაქტში რო შევდიოდი ხოლმე რა და მიჭირდა. შესაბამისად ეს კომპლექსი კომპლექსიდან მიყოლა ხო. რამ გამოიწვია ამ ბავშვების ბულინგმა, თუ შეიძლება ასე ვთქვას? ხო, ანუ რომ ეხლა მეც ვერ ვიგებდი, სარკეში რო ვიყურებდი ჩემ თავს რო ხედავდი და თვალი მქონდა ცოტა რა კარგად გვერდზე წასული, ეს ყველაფერი კომპლექსს მიჩენდა. და ბავშვები რო იტყოდნენ ხოლმე იმას ნახე თვალი როგორ აქვს, ეს ორმაგად კომპლექსს მიჩენდა ხოლმე და შესაბამისად მერჩინა რომ ჩემს თავში ჩაკეტილი ყოფილიყავი და პირობითად მარტო მეთამაშან თუ ჩემი მეზობელი ბავშვი გამოვიდო და
იმათთან ერთად ყოფილიყავი სხვა ბავშვებთან არ მიყვარდა ხოლმე გასვლა და თამაში. შესაბამისად მიჭირდა ურთიერთობების აწყობა. ნუ მე ნელ-ნელა რაც გავიზარდე და შეიცვალა დრო, შევიცვალე მეც, შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი, ეს კომპლექსიც ნელ-ნელა მომეხსნა, იმიტომ რომ ამ ბავშვობასთან ერთად ბევრი სხვა რამე შეიცვალა. ცნობილი გავხდი და ეს ჩემი თავის მიმღებლობა დავიწყე, კი. ჩემი თავის მიმღებლობა დავიწყე და ნელ-ნელა კომპლექსში ეს თვალიც უფრო მეტად შემიყვარდა, ეს ჩემი ჩემი თავი შემიყვარდა. ჩემი თავი შემიყვარდა ისეთი როგორიც ვიყავი. და არაფერი არ მირჩუნდა სხვა ჩემი თავის გარდა. ეს თვალის პრობლემა მე როგორც ვიცი მოგვარდა ხო ოპერაციას? კი, ანუ შესაძლებელი იყო, როგორ დაიწყო საერთოდ თავიდანვე და თანდაყოლ ეს ძალიან ცუდი რადგან შენ ახსენე, იმიტომ კი, არა, მე სრულიად გეჩემილა საუბარი. ეს დაიწყო ძალიან პატარაობიდანვე უკვე რა არასწორი მკურნალობა და არასწორი ექიმის ბრალი არის. ოღონდ დაბადებიდან გქონდა პრობლემა, არა? არა, დაბადების შემდგომ წამოვიდა ეს პრობლემა. დაბადების შემდგომ, იმიტომ რომ ხო, ექიმის ბრალი არის არასწორი მკურნალობა და არასწორი მიდგომა. მე ოპერაციაც გავიკეთე, ყველაფერი რიგში ჩადგა, ერთადერთი რაც არ გამოვიდა, მხედველობის მომატება არის. დანარჩენი კი გამოსწორებულია თვალი 95%. მკურნალობას თავიდანვე ექვემდებარებოდა, მაგრამ რაღაცა კი, მკურნალობას თავიდან ექვემდებარებოდა, მაგრამ მე უკვე რაც სასახლეში შევიდა და რაც სასახლეში შევედი, უკვე აღარ დაემკვიდრებარა მკურნალობას. ანუ ბავშვობაში ვერ გაიკეთე რატო? კი, პირველ რიგში სახსრები მე ექიმის არასწორი მიდგომა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი აეწყო და თვალი უკვე გაზარმას და რაც კი რამე მხედველობა ქონდა მარჯვენა თვალზე გადმოვიდა, მარჯვენა თვალში მაგიხა ის მხედველობა რა. და შესაბამისად ეს მარცხენა თვალი დამეჩაგრა. მარტო მარცხენა თვალი კი არ დამეჩაგრა, მეც დავიჩაგრე ამასთანავე რა და ნუ გამიჩნდა დიდი პრობლემები ამ ყველაფერმა სკოლაში, სკოლის გარეთ, სხვა ბავშვებთან და ასე შემდეგ. რამე ისეთი ინციდენტი ან რაღაცა შემთხვევა გქონია, რომელიც გახსოვს და შეგიძლია ვიცი რა იყო, ერთხელ მეგობართან მომივიდა, რაღაც ბავშვები ყავით რაღაც თამაშობდით და რაღაც კამათი მომივიდა და ბავშვმა გაუცნობიერებლად იმედია პირდაპირ ყველა მიხარო რა დამცინა და კამათი გავწვიტე ეგრევე გამოწვე წამოვედი რა და ხო ნუ თელი ღამე თითქმის არ მეძინა ამაზე ფიქრით რომ რატო მაქვს ეს პრობლემა რა დიდ ასაკში გაიკეთე ოპერაცია 16 წლის ვიყავი რომ გავიკეთე ოპერაცია მაგრამ უკვე ძალიან გაზარმაცებული იყო ეს თვალის ხედველობა და შესაბამისად ნაკლებად დიდი შანსი რომ გამოსწორებული ეს იცოდი ბავშვობიდან რომ შესაძლებელი იყო და ამას უსახსრობის გამო ვერ გიკეთებდნენ ოჯახის წევრები კი და სრულად მესმოდა ამ ყველაფერს იმიტომ რომ ცოტა მიჭერს ახლა ესეთ თემაზე საუბარი იმიტომ რომ ბევრმა გამოვიარეთ და არა მარტო ჩემი პრობლემა არ იყო ეს მაგრამ ყველას შეგვეხო უსახსრობა ძალიან რთული იყო და როცა ბავშვი ხარ და რაღაცა გინდა რომ ყველასნაირი იყო და ვერ ხარ იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა არ არის ამ ყველაფერზე მაგ დროს თუ ფიქრობდი ხოლმე აი რაღაცა ხო ყველას გამოგვივლია ცუდი პერიოდი ქონდა საქართველოს და ჩვენ ყველა პერიოდში ვიზრდებოდით სამწუხაროდ და ხო მათ შორის მეც დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ისეთი დეტალი იყო ახლა კარგად რომ დავფიქრდე რაზედაც გული ბევრჯერ დამწვეტია რა თქმა უნდა არის ისეთი დეტალები რომ გული დამწვდომია პირობითად იმაზე რომ ფეხსაცმელი მეცვა გახეული და არ მქონდა იმის შესაძლებლობა რომ მეყიდა და მამა ჩემი რო სახლში არ ყოფილა ეს ფეხსაცმელი ჩემი ხელით მე თვითონ გამიკერია რომ სკოლაში წავსულიყავი კარატეზე შემიყვანა ეს ჩემებმა და მაშინ გამეხა ბოტოქსი და სანამ სკოლიდან რომ მოვედი ეს ფეხსაცმელი ჩემი ხელით დავკერე და წავედი სავარჯიშო ჩემი ძმები და ჩემი მშობლები ძალიან ბევრს შრომობდნენ ამ ჩვენი თავის გატანაზე და ოჯახის გატანაზე რა ხო ხდები ძალიან ბევრს შრომობდნენ და ჩემი ძმები პატარები იყვნენ რომ იმდენ შრომობდნენ რომ შემოქონდათ ის რაღაც პურის ფული ხო ხდებით რა და ეს ძალიან ძალიან გულს მწყვეტავს რომ პატარა ბავშვები მუშაობდნენ ჩემი ძმები ხო ხდები შენ ყველაზე პატარა ხარ? რამდენი ძმა გყავს? ორი ძმა ყავს უბრალოდ
ესენი გახსოვს, რომ შენი ძმები მისთვის რა თქვა კარგად უკეთლად ვიყავით. კი, ჩემი ძმები, ჩემი მშობლები აი წელებზე ფეხს იდგავდნენ, რომ რაღაც ქონოდა რა. როგორ მოხდა ის, რომ შენ გადაგიღეს ამ ფილმში? გაღმანაბი? ხო, სწორ დროს და სწორ ადგილზე ვიყავი მისული. ეს ხო კლინიკა, სადაც მიმიყვანა დედაჩემა და იქ შემოვიდა რეჟისორი პატარა ბავშვებთან ერთად და ერთ-ერთი დარბოდა, ეს პატარა ხელში შეეჭირა და რაღაცა თამაში ეკავა, ეს გამოართვა და პატარას დაარტყა და ამაზე გამეცინა და ეს ჩემი გაცინება რეჟისორმა დაიჭირა და გვერდზე დამიჯდა და მე რა ჩაკეტილი ვიყავი და უცხოებს არ ველაპარაკებოდი, იმიტომ რომ დედა მითხრა რომ უცხოებს არ დაელაპარაკო, იმიტომ რომ მაშინ თან ესეთი პერიოდი რო იყო და რაღაცაც და მე რიდებოდა თან ცხენოდა და უცხოებთან ლაპარაკი და რა ქვია პირველ რიგში რომ მკითხა ადამიანმა არ გავეცი პასუხი რა და მარტო ხარო აქ მოსულიო და არა მეთქი თავი გაუქნია და ვისთან ერთად ხარო მოსულიო და მარტო იჯექი შენთვის მარტო ვიჯექი მისაგებში დედაჩემი ექიმთან იყო შესული და მარტო ხარო მეთქი არა თქო ვისთან ერთად ხარო მოსულიო და დედასთან მეთქი რა და ნუ მეუღლე ახლდა რეჟისორს შევიდა ექიმთან თქვენი შვილი მოგვეწონა ჩვენ ჩემი ქმარი რეჟისორი არის და რაღაც პატარა სინჯებზე რომ წავიყვანოთ ბავშვი თუ შეიძლება. და შენ არაფერი არ გითხრა მე არაფერი არ მეთხრა საერთოდ. ნუ ერთი კვირის მერე თუ ორი კვირის მერე ამოვიდნენ პატარა სინჯები გამიკეთეს რაღაცა. მარბენინეს დაღლილი დასვენებული სახე აინტერესებდა როგორი მექნებოდა და მთელი ფილმი კიდე სუდორპი ვარ თითქმის და სინჯები გააკეთეს ერთი თვის მერე დაგვიბარეს რომ ჩამოდით თბილისშიო იქ კასტინგი უნდა ჩავატაროთ და კიდე უნდა ნახონ ადამიანებმა ეს ბავშვი და მე რო გადავწყვეტ ყველაფერს. და რო ჩავედი რაღაც მაგიდაზე დავუკრავ ახლა რეჟისორი მეუბნება და შენო იცეკვეო როგორ გამოგივაო ცეკვეო შენო. შენებურად იცეკვეო არაფერი არ გინდა ესეთი შენ როგორ თიციო ისე იცეკვეო. დაუკრავ მაგიდაზე მე უბრალოდ ვიდექი არაფერი არ გავაკეთე. კიდე დაუკრავ მაგიდაზე კიდე არაფერი გავაკეთე და მე გამომიყვანა და მითხრა რომ იცი არის აი ხა შენ უნდა გადაწყვიტო შენი ბედი. შენ თუ ეხლა იცეკვებ, მე შენ როლზე დაგამტკიცებ. მე შენი ცეკვა მაინტერესებს. არ ამბობდი არ ვიცეკვებ, უბრალოდ ისე. უბრალოდ ვიდექი. გაბრაზებული. უბრალოდ ვიდექი, ხო. და რო დაუკრა მაგიდაზე მეც რაღაცები ვიცეკვე. და გამოჩერა და იქ დათონიკა იყო სხირტლაძე, იმან უთხრა ეს ის არის რაც შენ გინდა და ეს ის ბავშვია ვისაც შენ ეძებ. და ძალიან ბევრი ბავშვი იყო იქ მოსული, რომელიც კასტინგზე უნდა გასულიყო. მორჩა კასტინგი. და რო წამოვედით, ვეკითხებოდი დედაჩემს, რომ მეთქი ეს კინო რა არის თან. მაშინ როდესაც შენ გაიგე უკვე, რომ ფილმში გადაგიღებდნენ, ვერ მიხვდი საერთოდ რაზე იყო ლაპარაკი და რისთვის გააკეთებდნენ. არ ვიცოდი, ანუ რატო ვაკეთებდი, რისთვის ვაკეთებდი, რაში ჭირდებოდა და არ ვიცოდი არა. გადაღების პერიოდშიც სიხარული არ მქონდა, პასუხისმგებლობა მქონდა. აი, როდესაც მიხვედი პირველად გადასაღებ მოედანზე და უკვე დაიწყო სამუშაო პროცესი. დავიკარგე. ხო, აი ეს გარემო ის დღე თუ გახსოვს ზოგადად. სრულიად დავიკარგე. ადამიანები თუ იყვნენ, ვინც სკეპტიკურად გიყურებდნენ. კი, როგორ არა, რა თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ ხო, ნუ იყო მეორე ამბავია. ხო, მითხარი თუ გინდა მითხარი. იცი რა იყო, ხო, ვიღაცებს ეგონათ რომ არ გავამართლებდი. იმიტომ რომ ეს სტაფის წევრებს. ხო, ეს რაღაცნაირი ბავშვია, იცი, ჩაკეტილი ბავშვი არის და განაწყენდნენ, გაუნაწყენდნენ რეჟისორს. მანამდე კიდე სანამ ჩვენ გადაღებებს დავიწყებდით და სანამ უკვე სრულად დამამტკიცებდნენ როლზე, მანამდეც იყო რომ სოფლელი ბავშვია და მოდი, ქალაქელი ბავშვები რამდენი არიან ამაზე გახსნილები და ცელქები არიან. ესენი გესმოდა შენ? მე არ მესმოდა, მაგრამ მე გავიგე. ზუსტად ვიცი ვინების ლაპარაკობდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ახლა იცით რატო? იმიტომ რომ მე ჩემი შედეგი დავდე და ჩემი პასუხისმგებლობა სწორად მივიღე. რა უნდა გამეკეთებინა ზუსტად ერთ კვირაში გავიგე. როდის მე გაიგე, დიდი რო გაიზარდე თუ დიდი რო გაიზარდე? დიდი რო გავიზარდე. შეიძლება მიტოც მითხრეს რომ შემცლოდა იმ ადამიანებს და შთაბეჭდილება, მაგრამ იმ მომენტშიც ვხედავდი, რასაც აკეთებდნენ და მე ცოტა ისე ვამჩნევდი ხოლმე, რომ ეს ბავშვი
რა უნდა გააკეთოს ამ ვიღაცები იყვნენ კი როგორ არა რა თქმა უნდა ვიღაცები აუ ეს ვინ მომიყვანე აქ და გადაღების მოედანიდან წასულა და ერთი მომენტი იყო ავტობუსში ვიღებით რა და ეს ჩახტა საერთოდ ეს ვინ მომიყვანე აქ და რაღაცები და ანუ იყო ეგეთი რაღაცები მაგრამ აი მე უთხარი ერთხელ რეჟისორს რომ მე თქვი აი რამე ეს არასწორად ვაკეთებ ანუ ხო და მე დავიწყე უკვე ჩემ თავთან მუშაობა პატარა ხარ იმისთვის რომ ამდენი რაღაცა გააკეთო და ანუ იყვნენ ადამიანები ვინები ძალიან მედგნენ გვერდში და მითხრეს რომ ანუ ყურადღება მოიკრიფე ხა დიდ საქმეში ხარ უკვე შენ და აი ამ ყველაფერმა გამოძლიერა და მასწავლა პასუხისგებლობა თუ რა უნდა გავაკეთებინა იმ მომენტში და იმდენად შემიყვარდა მე ეს სფერო და იმდენი პასუხისგებლობა ავიღე ჩემს თავზე რომ სულ ტონში ვიყავი დილით 5 საათზე ვდგებოდი ხოლმე რომ ჩემი საქმე უნდა გავაკეთო ახლა და ხო ანუ ვერავინ ვერ მასწრებდა გრიმის გაკეთებას გამოცვლას ვერავინ ვერ მასწრებდა კამერის წინ უკვე მზად ვიყავი მუშაობის დროს ყველაზე რთული რა იყო შენთვის გადაღების პერიოდში ყველაზე სცენას გულისხმობ ალბათ ყველაზე რთული სცენა იყო პირველი ტირილი სცენა იყო და მეორე არის წუპაკა რო დაიჭირეს მე მაგის კუთხეში რო ავდივარ და შარვალს რო ვიცული აი ეგ იყო ჩემთვის რაღაცა ძალიან რთული იმიტომ რომ ვერ ვიხდიდი ამ შარვალს არ შემეძლო ხო ხვდები ანუ კი არავინ არ იყო იქ რეჟისორის და ოპერატორის გარდა ხმის გარდა მაგრამ მაინც ძალიან მიჭირდა ეს აქაც ძალიან დიდი როლი ითამაშა რეჟისორმა ნამდვილად ამ სცენამდე მე თქვა მქონდა რომ მეთქი რომ გავიძდები თქო მსახიობი მინდა რომ გამოვიდე თქო რა და ეს რო დაიჭირა ჩემში და ამ მომენტს რო ვერ ვაკეთებდი ვერ ვიხდიდი მითხრა რომ ასე დიდი მსახიობი ვერ გამოხვალ კომპლექსი უნდა მოიხსნა ცეკვის სცენა ურთულესი სცენა იყო ეგ ჩემს ამ თლიან გადაღებას გარდა იმისა რომ ეს რაღაც ხო ეს იყო ანუ თან ამეტი რა თან უნდა მეცეკვა რამდენი დუბლი იყო დაახლოებით როგორც მახსოვს ერთი კვირა ვიღებდით მხოლოდ აი ამ კადრს კარგი რას ამბობ ძალიან გამიჭირდა ასე არასდროს არ ერთი კვირა ერთ თლიან სცენას ვიღებდით ერთი კვირა ძალიან მიჭირდა აი ვერ ვტიროდი, ვერ ვცეკვავდი, ცეკვავდი და ვერ ვტიროდი და ვერ ვცეკვავდი. და აქაც არა მარტო რეჟისორი, არამედ მსახიობებიც მეხმარებოდნენ. და მე ყველაზე მეტად რა მეწყინებოდა იცოდა რეჟისორმა და მოვიდა და ერთი კარგა გემრიელად მომადო ერთი ცალი რა რომ ვიტირებო და ამაზე რომ დავიწყე მე ავილი რა დავიწყე და ანუ ეს რაღაც წეტილები ვიპოვეთ მეც და რეჟისორმაც რა რომ აი მე ვიცოდი ჩემ თავში აწეტილი ვიპოვე და იმან იპოვა ის წერტილი რაც მე მეწყინებოდა და დავიწყე და რაღაცნაირად ეს სცენა ჩავხურეთ რამდენი წელი იყავი 10-ის ხო 10 წლის ვიყავ 10 წლის ძალიან პატარა ხარ იმისთვის რომ სულ ნოლიდან დაიწყო ახალი და ძალიან დიდი პროფესიის სწავლა კი და ეს პროფესია ძალიან მიყვარს. აი რომ დამთავრდა მაგამდე მინდოდა ახლა მისვლა. რომ დამთავრდა და მორჩა და გავაცნობიერე რომ ეს ყველაფერი მორჩა და ახალაფერი აღარ იქნება 8 თვე. 9 წელი მე კინოში აღარ მითამაშია. კი, ერთი როლი ვითამაშე, რამოდენიმე ფესტივალზე ვიყავი და ასე შემდეგ ცნობილობა მომიტანა, მაგრამ ცნობილობაზე მეტად მინდოდა რომ კინოში მეთამაშა. იმდენად მიყვარს ეს პროფესია, რომ საუბრობ ძალიან მენატრება ერთი სიტყვით, რო თქვა, აი ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება და ხშირად ვფიქრობ, რომ ან რატო არ მოდის ეს კინო კარიერა ჩვენთან ვერ ხვდები რომელთან ახლა თეატრშიც მითამაშია როლები და რაღაც პროფესიით მსახიობი დიპლომი არ მაქვს მაგრამ ყველა პროფესიაზე მეტად მიყვარს ჩემი პროფესია ასე ვიცახი სულ უდიპლომო პროფესია მაქვს რა და ძალიან მიყვარს და
რატო არ ჩააბარე თეატრალურში? ვეღარ მოვახერხე უკვე სახსრები არ მქონდა რომ ჩამებარებინა, იმიტომ რომ სულ მუშაობდი. კაი, აი დამთავრდა გადაღებები, მოდი მაგამდეც მივიდეთ. დამთავრდა გადაღებები, ის ეიფორიაც წავიდა. რაღაც 1-2 წელი გაგრძელდებოდა ალბათ, ხო, ეს ფესტივალებზე სიარული ჯილდოები. ძალიან ბევრი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ხარ და წეღან მეუბნებოდი სანამ გადაღებას დავიწყებდით. შენ ხარ მეორე, ვისაც აქვს რა? საუკეთესო მამუკაც ჩემს როლი როლი. ბავშვი. და პირველი? სერგო ზაქარიაძეს აქვს. და ამით ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი რა. ხო, ნუ მის მერე კიდე იყო რაღაც კინოები, მაგრამ ის ნაკლებად რაღაც. აი, მერე ანუ გახდა 2 წელი რაღაც პერიოდი გავიდა ამ დიდი გამოხმოთან, ეხა ეს ფილმიც არ იყო უბრალოდ გადაიღო, ხალხმა ერთხელ ნახა და რაღაცა დღემდე რო ახსოვთ ისეთი ფილმია, ხო? და აი მერე რა ხდება? როცა ყველაფერი ჩერდება, აღარც ფესტივალებზე დადიხარ, არც არაფერი, მაგრამ ჯერ ისევ ბავშვი ხარ, ხო? 12 წლის, 13 წლის. კი. იცი, ეს ყველაფერი რომ მორჩა ძალიან ბევრს ეგონა, რომ მე ვიყავი უკვე ძალიან დიდარი. გამდიდრდი ამ ერთი საქართველოში. მე ვიყავი წეში წასული სამუშაოდ რა. და რომ დამირეკეს სტუმრები ყოსო დედა ჩემო დამირეკა, სტუმრები მოგვივიდნენ რა და მალე მოდიოდა დავტოვე სამუშაო, ამოვიდი სრულად ტალახიანი ვარ რა და რომ დამინახეს რომ ეს როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა რომ შენო რაღაცა ფული იშოვებო ამ ერთი ფილმით რა. არავის არ ეჯერა საერთოდ. 14 წლიდან უკვე ფიზიკურად მუშაობდი რა. მე რასაც მუშაობდი და გამოვიმუშავებდი, არ ყოფილი და იმაში თეატრალზე ჩამებარებინა და მესწავლა ამით. ამ ფილმის გადამთავრებიდან 9 წელი გავიდა. კამერამენატრება მიკავშირდება ერთი ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მეგობარია დღეს რეჟისორი არის, ეს ბიჭი უტაბერია, ძალიან მიყვარს. ოქრო ადამიანი არის, კარგი სცენარისტი და კარგი რეჟისორი არის. ამიკავშირდა და მითხრა რომ ერთ-ერთ როლზე მაქვს შენი თავი წარმოდგენილი და მოდი თუ სურვილი გექნება შევხვდეთ და მე იცი რა ძალიან შემეშინდა. იმიტომ რომ ეს მეორე სულ მეტრაჟიანი ფილმია და მთავარი როლი არის და აქაც დიდი სასაუბრო არაფერი არ ქონდა, აქ უფრო მეტი მეტყველება იყო მისი მოქმედებები და მისი ნიმიკები. იმიტომ ხوار შეგარჩიეს ზუსტად რომ ისევ გაღმანაპირის გავლენა იყო. არა, განსხვავებული ტიპია საერთოდ. კი არის განსხვავებული, მაგრამ ნახე იქაც თითქმის ტექსტი არ გაქვს, მაგრამ შენ აკეთებ, კადრი გაქვს ისეთი. აი შეიძლება ამაში შეარჩია, რა ფილმი იყო? უარყოფითი რიცხვები. არასრულწლოვანთა კოლონიაზე არის და რაგბის თამაში შედის იქ, ვაჯიშები და რაღაც და საინტერესო ფილმია დღევანდელი თაობისთვის ძალიან საინტერესო ფილმი არის და რატომ დაიჩაგრა აი ნამდვილად არ ყურეთ ხალხო. ძალიან მაგარი ფილმია ნამდვილად. არინანებთ. არინანებ და ორ განსხვავებულს დამინახოთ იქ. მე კიდე კი იყო რაღაც მოკლე სათამაშოები მქონდა რაღაცა დიდი პატარა როლები, არაფერი ისეთი განსხვავებული და რაღაც, მაგრამ ნუ მაინც იყო და სიამოვნებდა ეს ყველაფერი და დღეს ნუ რა ხდება, აი ნამდვილად არ ვიცი. დაახლოებით 8 წელი იქნება, 7 წელი რომ აღარ მითამაშია აღარს. და ძალიან გენატრება. ძალიან მენატრება. აი ხშირად გეფიქრება ხოლმე და გეოცნებება ამაზე? სულ ვფიქრობ. მართლა? აი დღე არ გავარო, არ ვიფიქრო. ეს მარტო კარიერა არ არის და მარტო მსახიობობა არ არის, ეს ცხოვრება არის. რა არის შენთვის გაღმანაპირი? ცხოვრების საწყისი, ახალი ცხოვრების საწყისი და საინტერესო ცხოვრების საწყისი. და ხო, ბევრი ადამიანის სიყვარული, რომ იმას ამ ფილმმა მომიტანა. გცნობენ დღეს? კი. კი, მეტად. და აი როდესაც ამბობენ ეს ის ბიჭია გაღმანაპირი და ამ დროს რა ემოცია გაქვს ხომ? იცი რა, მიხარია და თან წინს, რომ მარტო ამით მიცნობენ.
ხომ ხვდებით, ანუ მარტო ამ როლით რომ მიცნობენ, მაგრამ ამ როლით დაიწყო ყველაფერი, მაგრამ სხვა როლიც მინდა, რომ სხვა როლითაც გამიცნოს მოყურებელს. გააქვს იმის შესაძლებლობა, აი ეს დასრულ ასაკში უკვე რომ ასეთივე აღიარება მოიტანოს რომელიმე ფილმში შენმა შესრულებულმა როლმა. შენს იმდენად გიყვარს, რომ მე მგონია, რომ პასუხი იქნება კი. რა თქმა უნდა, ეს ჩემ შრომაზე დამოკიდებულია. და მის რესურსს ხედავ შენ თავში, ხო? შენ შეგიძლია, რომ დიდ ასაკში შექმნა ისეთი როლი, რომელიც ასევე ძალიან უბრალოდ მინდა, რომ გამოჩნდეს რამე საინტერესო, რომ ეს ყველაფერი არ გაუშვე შანსს. გულით უგწყდება რამეზე. გული დასაწყვეტის მეტი რა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ხარ? მე ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ოჯახი მეუღლე და შვილებიც ყავს 2 შვილი ყავს. ორი შვილი ყავს. მომიყევი მაგაზე. უფროსი ჩემი ალი და კვალია შეხედულობით ყველაფერთ აბსოლუტურად მგავს. მასაც შარშან დაიწყო თვალის პრობლემა და ხო მაგის მოგვარებაში ვარ და ხო მის მოგვარებაში ვარ. რამდენი წლის არის? 4 წელი ახლა. სერიოზული პრობლემა რამე? მადლობა ღმერთს, რომ ხედულობა ჩემსავით არ აკლია. ხედულობა აქვს კიდევ კარგი თვალა, დანარჩენი თვალის გადახრა აქვს რა, ისაც რაღაცა კბილის პრობლემა შეექმნა, რაღაცები დაემთხვა და გადაეხარა თვალი ნერვიულობაზე თუ არ ვიცი რა მოხდა სენოთარ გითხარ, რომ მსგავსი არ ქონია. როგორი მამა ხარ? ვცდილობ რომ ვიყო კარგი მამა და მინდა რომ ვიყო კარგი მამა და ვცდილობ რომ არ გაუჯავდე ბავშვებს. რა გინდა რომ გააკეთო იმისთვის რომ შეიცვალოს ბევრად უფრო უკეთესობისკენ? ახლა როგორც ხვდები, არც ისე კარგად მიდის ყველაფერი და არ ხარ კმაყოფილი იმით, რაც ძალიან ცუდად მიდის ყველაფერი ხო და იცი რა არის მარტო ჩემს თავზე დამოკიდებული კარგია, მაგრამ ძალიან დავიჩაგრე ალბათ იმიტომ რომ არ მყავდა საჭირო პატრონი, ვინც უნდა მყოლოდა რომ ჩემთვის ბევრი რამე ესწავლებინა და სხვა მიმართულება მოეცა ჩემთვის. რას გულისხმობ? იმას გულისხმობ, რომ თუნდაც აი მყისიარად მოეკიდა ხელი და სხვა მიმართულებით წავიყვანე რა. ანუ ეს ნიჭი თუ ეს ყველაფერი რომ სხვანაირად წაიღო ვაფშე. ხო ხდები ანუ სხვა მიმართულებით წაიღო და უფრო კარგად მესწავლა რა. არ მყავდა. აი ეხლა რომ თავიდან იწყებდე, აი იმ გზას რაც უკვე გაიარე შენ, ეს რომ მახსოვდეს? ხო, იცოდე რაც როგორც გაიგრძელდა. ამ შემთხვევაში ბევრ რამე შეცვლიდი? ამ შემთხვევაში კი. ეს რომ მახსოვდეს, ოღონდ ხა წინაზე კითხვი არაფერს არ შევცვლი, მაგრამ აი ამ გზაზე შევცვლი ძალიან ბევრ რამეს. იმისთვის რომ უფრო მეტი რაღაცისთვის მიმეღწია. ალბათ აქ იცი ისი ბრალიც იყო, მე რაღაცნაირად ვცდილობდი რომ სხვა არ შემეწუხებინა, ის არ ვიყავ შემეწუხებელი ტიპი, რომ აი იცი რა ეს მჭირდება და ის მჭირდება. არასდროს არავისთვის არ მიმართავს რომ მჭირდება და აი აქ დამეხმარე რა. თუნდაც იმაში რომ მე თეატრალური ზონა ჩამებარებინა და არავინ არ შემიწუხებია რომ მე მინდა ჩაბარება რა. ხო ხდები და დავიკარგე უკვე შემეშინდა რაღაცეების. ხო და მე აქ უკვე ხარში აღარავინ აღარ მედგა გარდა ჩემი მშობლებისა და ჩემ მშობლებს კიდევ ვეღარ ვავალდებულებდი, რომ არ იყო იმის ფუფუნება რომ მე ჩამებარები. და შესაბამისად დავრჩი გარეთ. დავრჩი გარეთ და ავდექი და ჩემი ძალით რაღაცები ვისწავლე სხვების ყურებით. რა ისწავლე? სუთეატრში ვიყავი ხოლმე, სუთეატრში დავდიოდი და სუთეატრში და სუმსახიობის ვაკვირდებოდი ხოლმე. მაყურებლად იყავი და მაყურებლად ვიყავი ხოლმე და მე თეატრშიც თამაშობდი ხოლმე, საბავშვო თეატრში და აქედან ავკრიფე რაღაცები. აქ ვისწავლე, ბევრი ვიკითხეთ ამ. და ისე შეიძლებოდა რომ ცოტა მეირეც ჩაგებარებინა ასე. ეხლა შეიძლება, უბრალოდ ეხლა ისეთი მომენტი არის, რომ ეხლა დრო აღარ მაქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ ჩავგაროთ როგორ არ შეიძლება. ბავშვს მიხედვა, ოჯახს მიხედვა, მეუღლის მიხედვა რთულია. რთულია და შესაბამისად რჩები ის რაც ვარ. ელიავაზე ვმუშაობდი გათბობის ცენტრში ვიყავი და იქ რომ ვმუშაობდი კლიენტი რომ მოდიოდა და მენახავდა ხოლმე შენ აქ რატომ მუშაობ? რის გამო 4 წლის წინ იყო ეს ამბავი რა რის გამო მუშაობ აქ შენ რა და
შენ არა და ხა იქაც ხალხს ფულიანი და ძალიან ესეთი ტიპი ვეგონე წარმატებული უკვე რაღაც ვარსკვლავი რაღაც. რატო არ ნავიმუშავს ვარ მიჭიდეს არ ვიმუშავებდი რა. და თუნდაც რომც მიხინდეს რა არ ნავიმუშავო, რატომაც არა, მაგრამ იმ საქმეზე არ ვიმუშავო, უბრალოდ თავს ნავიმუშავობდი თორე. ფიქრობ რა რაღაცა ძალიან ბევრი შანსები გქონდა ცხოვრებაში და გაუშვი. და ამაზე გწყდება გული. ძალიან. რომელიმე კონკრეტულს თუ გაიხსენებდი? ბევრია და ხო არ მინდა რომ მე რაღაცა ბრაზდები ხოლმე ჩემ თავზე და მოდი ექსკლუზივი გავაკეთე ჩემთან რომ რაღაცა კარგი მოხდეს თუნდაც კარიერის მხრივ და პირველი შენ დაიგო. აუ რა მაგარი იქნება. ხო იმედია მოხდება რაღაცა ხო არ ვიცი ერთი მომენტია რომ ყველას ვეცოდები ხოლმე რა აი რატო არა გითხრათ ახლა ანუ ეს საწყალი ბიჭი აი კიდე რაღაც და მოყვება ეს შეცოდება და ეს ყოველი ფილმიდან. მართლა გამოყვა ხო? გამოყვა ხო რა, ой, საწყალი ბიჭი. კიდე მამას ეძებს ალბათ. ხო, არა, ხა ხო. მართლა და ეგ არ გაფრაზებს? საერთოდ არ ზოგადად არ მიყვარს მე რომ ადამიანი მეცოდება, მართლი რომ ცოცხალი ადამიანი შესაძლოა არ არის შესაძლოა არანაირად. არაზრს როცა ადამიანი მოძრაობს, სტადის და ასე შემდეგ, არავინ არ არის შესაძლოა, რატო არ შესაძლოა? მე შეიძლება ესეც საუბრის მანერა და სტილი მაქვს. ნელა და დინჯას თუ საუბრობ, თორე შესაძლოა რატო არ? არა, ხო. ხო, არა, რა თქმა უნდა, ახლა ხო. ნუ სრულად საქართველოს ვსურვებ წარმატებას და გამთლიანებას პირველ რიგში რა და ყველა ჩვენი საქმე რო ვაკეთოთ, იქნება იდეალური ჩვენს და ჩვენთვისაც და ჩვენი სახელმწიფოსთვის. და ის საქმე რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და გამოგვიყვარს. მეტად რაც გვიყვარს, უნდა ვაკეთოთ. მე შენ გისურვებ წარმატებებს და მინდა რომ ძალიან მალე მითხრა რომ აი რაღაცა ძალიან მაგარი სიახლე მაქვსო და ექსკლუზივს თუ მომცემ არ ვიცი ხა. პირდები რომ მოგცემ, რა კი პირველი შენთან ვარ ახლა და მეუბნები. ძალიან დიდი მადლობა. მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და მადლობა ამისთვის შენ პირველ რიგში. მადლობა შენ. და ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დღევანდელი ჩემი გადაცემის წარმდგენია Bosch-ის ოფიციალური ონლაინ მაღაზია საქართველოში Bosch Tools G. თუ ეძებთ ხარისხიან და საიმედო პროფესიონალურ ელექტროხელსაწყოებს მშენებლობისა და რემონტისთვის, შეიძინეთ Bosch-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში პირდაპირ მწარმოებლისგან გარანტიით. Bosch Tools G. ყველაფერი, რაც მშენებლობისა და რემონტისთვის გჭირდებათ.